დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზთან, სადაც სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი. ამ წუთებში სასამართლოს ხდომათა დარბაზში იმყოფებიან მხოლოდ მხარეები, ადვოკატები, პროკურორები და მედიის წარმომადგენლებს მოგვცეს რამდენიმე წუთის წინ შესაძლებლობა, რომ ჩამოსულიყავით ხდომათა დარბაზთან. რამდენიმე წუთში აქ გამოჩნდება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე და შემდეგ უკვე გაიხსნება სასამართლო პროცესი. თქვენ არ ვიცი, არის თუ არა შესაძლებელი, ხედავთ კაცი პროკურორებს, ხედავთ ადვოკატებს, რომლებიც იმყოფებიან ახლა სწორედ ხდომათა დარბაზში. ეს არის ყველაზე დიდი დარბაზი საქალაქო სასამართლოს, 150 კაცი ეტევა, ბრალდებული არის 11 პირით და ძალიან ბევრი ადამიანი სურს, რომ დღეს ამ სასამართლო პროცესზე დაესწროს, საკუთარი თვალით ნახოს და საკუთარი ყურით მოისმინოს, როგორ განვითარდება პროცესები სწორედ სასამართლოს ხდომათა დარბაზში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და გახსნის თუ არა დღევანდელ სასამართლოს ხდომას მიეცემა თუ არა თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდამჭერებს შესაძლებლობა დაესწრონ დღევანდელ სასამართლო პროცესს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე დასწრებას სურს ამერიკის, გერმანიის საელჩოების წარმომადგენლებს და ასევე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ისინი იმყოფებიან სწორედ საქალაქო სასამართლოსთან და ზედასართულზე დგანან ცოცხალ რიგში იმისთვის, რომ მიეცეთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ ხდომათა დარბაზში და დაესწრონ სასამართლო პროცესს. მოსამართლე წუთი-წუთზე გამოჩნდება და პირველი შუამდგომლობა, რომელსაც უფლებადამცველები დააყენებენ, სწორედ შეეხება იმას, რომ საჯარო იყოს სასამართლო პროცესი და მიეცეთ შესაძლებლობა ადამიანებს, რომ თვითონ ნახონ და თავად მოისმინონ, რა ხდება ხმაურიან სასამართლო პროცესზე. იგივე ხალხი არის თუ არა სასამართლოს ხდომაზე მისული, სასამართლომ ეს არ იცის. შესაბამისად, აუცილებელია რომ საჯაროობა იქნეს დაცული. სასამართლოს ჩვენი არგუმენტი იქნება ის, რომ შეიძლება აბსოლუტურად სხვა ხალხი შემოვიდეს და წესრიგის დარღვევას არც სტაჟს ადგილი არ ქონდეს. შესაბამისად, ჩვენი შუამდგომლობა იქნება დასაბუთებული სასამართლომ გახსნას, ვინაიდან საჯაროობა იქნეს უზრუნველყოფილი და დაესწრონ მოქალაქეები ამ მნიშვნელოვან პროცესს. აქამდეც არ არსებობდა მტკიცებულებები და არც ახლა არ არსებობს. არანაირ ორგანიზებას ადგილი არ ქონია. შესაბამისად, მტკიცებულება ამ საქმეს წარმოქმნილი არ არის. რაც შეეხება შუამდგომლობას, ჩვენ გვექნება დაუშვებლობის შესახებ ბრალდების ხარის მტკიცებულებების შუამდგომლობა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალურ პირობებში ნებისმიერი სასამართლო დააკმაყოფილებდა და მეორე, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. აქვს შუამდგომლობა, რომ დაუშვებლად იქნეს ის ყველა დაზარალებულის, ასე ვთქვათ, ჩვენება, განცხადებები, დაზარალებულთა ცნობის სტატუსი არარელევანტურობის გამო, ვინაიდან არანაირი შემხებლობა არ აქვს მას საქმესთან, ვერც ერთი მათგანი ვერ ასახელებს არათუ ანდრო ჭიჭინაძეს, არამედ არც ერთ პიროვნებას, რომელიც ბრალდებულის სკამზე არის დღეს, აქედან გამომდინარე შემხებლობაში არ არის და თუ ვიღაც დაზიანდა ამ აქციების განმავლობაში, ყველა მათგანის ჩვენებების და განცხადებების მოტანა და სასამართლო მტკიცებულება ჩადება, რა თქმა უნდა, არის არარელევანტური და საღას მოკლება. დავაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან ონისე ცხადაძის მიმართ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს იმაზე, რომ მის მიმართ არსებითი განხილის ეტაპზე დადგება გამომტყუნებელი განაჩენი. ერთი მტკიცებულებაც არ არის წარმოდგენილი ამ პირთა მიმართ, რომ ეს პირები რაიმე სახით ერთმანეთთან შეკავშირებული იყვნენ და რაიმე სახით წინასწარი შეთანხმება ჰქონდათ ერთმანეთთან. შესაბამისად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფარგლებში ჯგუფურობის არარსებობა ფაქტობრივად საფუძველს უქმნის 225 მუხს და უნებრივია ყველა შემთხვევაში ესეთ პირობებში უნდა დადგეს გამომართლებელი განაჩენი. გამომძლეებს აქვთ ოქმები გაყალბებული, ეს დამტკიცდა არა მხოლოდ მტკიცებულებებით, არამედ თავად საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, როდესაც მათ სასამართლოს მხრიდან ქონდათ განჩინება აღებული, მონაწილეობდა 3 პირი, მაგრამ შემდგომში ერთ-ერთი პირის დაკავებაში, ადმინისტრაციულ დაკავებაში ახსნა განმარტების დროს 2 დამატებითი დეტექტივი გამოჩნდა, რომელიც საუბრობდნენ, რომ თითქოს ხელშეშლას ახდენდა ერთ-ერთი უკრაინელი მეორე უკრაინელის დაკავების ეპიზოდში, რაც მანამდე არსებულ ოქმებში არსებულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება. ოცნების მიერ შეთითხნილ ბრალდებას 11 ბრალდებული ყავს, მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან ამ წუთებში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, გულშემატკივრები და უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში სწორედ ბრალდებულებთან ერთად იდგნენ და ქვეყნის მომავალს იცავდნენ, შეკრებილი არიან საქალაქო სასამართლოსთან, არავის არ აქვს მოლოდინი სამართლიანი სასამართლოსი, რადგან ყველა დარწმუნებული არის, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნებართვის საფუძველზე მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება იქნება სასარგებლო თუ დამაზიანებელი ბრალდებულებისთვის.
როგორც თქვენთან ჩაწერა ჩაქვს მნიშვნელოვანი რომ ჩემი ძმა მიყურებს ისე მომდივარ აქ პირველი მიზეზი ეგაა რომ იგრძნოს რომ მე არსად სახში არ ვზივარ და მეორე რიგში როგორც იუმორის ძალიან მომწონს ეს პროცესები და მესამე რიგში მინდა რომ ამ წლების მერე ვიცოდე ეს ცირკი რომ ჩვენ თვალწინ მოხდა და ვინ იყო ამ ყველაფერში მონაწილე ამ ბოროტებაში გვინდა სურვილი არ უნდა აგვერიოს მოლოდინში და ჩემს ეგ უფრო სურვილია ვიდრე მოლოდინი იმიტომ რომ წინა გამოცდილებები გვეუბნება რომ არაფერი მსგავსი არ მოხდა არავისთან არაფერში და იმედია წამოვა თუ წამოვა მანქანი ხარ დიდი მოლოდინი და იმედები არა გვაქვს, მაგრამ მაინც იმედით ვცოცხლობთ. მოსამართლე უნდა იმსჯეროს კანონიერად და ყველაფრის იმით, კაცო, ესი არ არის, რომ რასაც უბრძანებენ და ის გააკეთონ. ეს იმსჯერონ თუ სტყუიან, კი ბატონო და თუ არა და ესე უდანაშაულო ბავშვები როდემდე უნდა იყვნენ ესე დაპატიმრებულები. ჩემთვის ნამდვილად ყველაფერი მძიმეა, ჩემთვის. რა ვიცი, რა იქნება ნახოთ. რასაც ერთი კაცი იტყვის, იმას დასრულებს ყველა. ბიზინა ბრძანებას როგორ გაიღვიძებს, მაგრამ მე მგონი ბიზინა კაი ხასიათი არ არის ახლა. კაცი გაებარა და არა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ერთად, რომ გადავარჩინოთ ჩვენი გმირები და გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო. უდანაშაულო ხარ და პროკურატურა წელობს ამ საქმეს მაქსიმალურად და თან არაფერი არ აქვს და იგივე სიმეორებენ. ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად ჩვენი ბიჭების. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გამოჩნდება თუნდაც აი ამ კლანურ დაჯგუფებაში, სასამართლოს კლანურ დაჯგუფებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რაც გატეხავს საბოლოოდ აი ამ რაღაც უსამართლობის ნავს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ტრიალდება. დღითი დღე რაც უფრო ემსგავსება დღევანდელი დე-ფაქტო უკანონო ხელისუფლება ტოტალიტარულ რეჟიმს, მისი მმართველის ორგანოებიც ასევე სასამართლოც ტოტალიტარული რეჟიმის თვისებებს იძენს დღითი დღე. ხო და აქედან გამომდინარე დღეს თუ სასამართლოზე შეგვიშვეს, ან გინდაც არ შეგვიშვან, ყველა ვარიანტში გავიგებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რა ნუ დღეს განაჩენი დღე არის ასე ვთქვა და ნახოთ რა მაშასე სულ რამდენიმე წუთში ირაკლი შვანკირაძე გამოჩნდება სხდომათა დარბაზში, პირველ დარბაზში აქ შემოიყვანენ ბრალდებულებსაც 11-ვე ბრალდებული საბედრეგო სამსახურმა გლდანის მერვე დაწესებულებიდან გადმოიყვანა, სწორედ მათი ეტაპირება მოხდა სასამართლოში. დღეს წინა სასამართლოს სხდომა არის მტკიცებულებების დასაშვებობაზე და მოწმეთა ნუსხის დამტკიცებაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ. დღეს 11-ვე ბრალდებულის ადვოკატი დააყენებს შუამდგომობას, რომ 11-ვე დაკავებულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს, თუმცა არავის არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.